თემაზე არ მიმდინარეობს. მე რამდენადაც ვიცი, შეიძლება მე არ ვარ კომპეტენტური. გამოდის ლევან მახაშვილი არ გამორიცხავს მასზე კომპეტენტურები ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმებაზე ფიქრობდნენ. ოცნების დეპუტატებს დღეს ქართული მხარის პოზიციების დაცვა და პასუხისგაცემა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმისთვის, რომელიც სოფელ ჩორჩანას საკუთარ ტერიტორიად აცხადებს, არ უცდიათ. რომელიც საგუშაგოს ადაიღებს ან სად ჩადგავს, ეს არის საქართველოს სახელმწიფოს გადასაწყვეტი იმ უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, რაც არსებობს ოკუპირებულ რეგიონს თუ მის მიმდებარედ. ამიტომ ამ ეტაპზე არანაირი სხვა გადაწყვეტილება, მათ შორის ამ საგუშაგოსთან დაკავშირებით მე რამდენადაც ვიცი არ იგეგმება. კიდევ ერთხელ თუ რაიმეს გადაწყვეტს უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე, ამას საზოგადოება გაიგებს. ეს არის დეტალები, ეს არის ისეთი დეტალები, რომელზეც გადაწყვეტილების მიღება ხდება მთელი რიგი ინფორმაციების საფუძველზე, მთელი რიგი სამსახურები არიან ამაში ჩართული და ესეთი მოქმედება რო განხორციელებული იყო, ანუ სხვადასხვა სამსახურებთან შეთანხმებული მოქმედება რო განხორციელებული იყო თავის დროზე ბატონი გახარიას მიერ, შეიძლება დღეს ეს შედეგი არ დამდგარიყო. ალბათ ლოგიკურია, რომ ცხინვალის დე-ფაქტო მმართველობა იმედიანად არის. მიუხედავად იმისა, რომ 2 დღის წინ მამუკა მდინარაძის უწყების წარმომადგენელი ერგნეთში ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდა, რომ ქართული მხარის მიერ საგუშაგოს გაუქმება არ განიხილება. ოპტიმიზმის საფუძველს საოკუპაციო რეჟიმს ოცნების მთავრობის გადაწყვეტილებები აძლევს, რომელსაც ცხინვალში შეცდომის აღიარება დაარქვეს და ახლა ლოგიკური გაგრძელების, ანუ საოკუპაციო ხაზთან ქართველი ძალოვანების მხრიდან პოზიციების დათმობის მოლოდინში არიან. იმ ბრალდებებს შორის, რომელიც ბატონ გახარიას ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ წაყენებული აქვს, ერთ-ერთი საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის გზით დესტაბილიზაციის მოწყობაა. თუ თავად საქართველოს ხელმძღვანელობა აღიარებს ამ საგუშაგოს განთავსების შეცდომას, მაშინ ერთადერთი სწორი და ლოგიკური გადაწყვეტილება იქნება მისი აღება სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან. გიორგი გახარიასთვის ბრალის წაყენება და ჩორჩანას საგუშაგოს გამო სამართლებრივი პროცესის დაწყება, რომ კრემლისთვის სასიამოვნო ამბად და მნიშვნელოვან არგუმენტად იქცეოდა, ეს ბრალდებული ყოფილი ძალოვანი მინისტრისა და მისი პოლიტიკური გუნდისთვის თავიდანვე ცხადი იყო. ძებნელი ბრალდებულის ადვოკატმა პარტიის ოფისიდან დღეს ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქვეყნის ინტერესების ღალატში დაადანაშაულა, რადგან მოცემულობა ასეთია, ისიც და საოკუპაციო რეჟიმიც დღეს მიიჩნევენ, რომ ჩორჩანაში ქართულ პოლიციას პოსტი არ უნდა ჩაედგა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის კოჩიევის განმარტებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომის აღიარების ლოგიკური გაგრძელება მისი მოხსნა იქნება, რის არგუმენტადაც მოჰყავს ოცნების რეჟიმისა და მისი პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების ფაქტი. ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისამართლებრივი დევნით ოცნება ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ახლა როცა საოკუპაციო რეჟიმი ჯერ კმაყოფილი მხოლოდ ნაწილობრივ არის და სრული კმაყოფილებისთვის საგუშაგოს გაუქმება და ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევა სჭირდება, სპეციალისტები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ მას მოთხოვნა არ დაუკმაყოფილოს. სოფელ ჩორჩანაში პოსტის გაუქმება ამ ტერიტორიაზე ქართული მხარის მიერ კონტროლის დაკარგვას ნიშნავს. ფაქტურად ბოდიში ის რომ 2008 წელს ომი ჩვენ დავიწყეთ, ის რომ ეს პოსტი არასწორად გავხსენით, ფაქტურად უგროვებს საკმაოდ დიდ მასალას ჩვენ მტრებს იმისთვის, რომ ეს ტერიტორიების ეს რა ვთქვათ ოკუპაცია იყოს გამართლებული თუ სადაო მიზეზები მაინც გაუჩნდეს. არაფრისგან ჩვენ შევქმნით პრობლემა. ხო, ჩორჩანას საგუშაგო დგას, ორივე მხარე რუსეთიც და ოსებით შეგუებული იყვნენ, რომ აქ ქართულმა მხარემ თავისი ფორპოსტი გააკეთა და ასრულებული იყო. და წოლუკიანის ხო, რომელსაც არ აინტერესებს გარდა პირადი ღვარდლისა ივანიშვილი, რომელსაც გარდა პირადი ღვარდლისა არაფერი საერთოდ არ აინტერესებს საქართველოს ამით პრობლემა შეიქნება თუ არ შეიქნება, რა თქმა უნდა გააცოცხლეს ეს თემა და ეხლა გვაქვს ეს პრობლემა, იმიტომ სადაო გახდა. უკვე ცხადია, ცხინვალის დე-ფაქტო მმართველობა ჩორჩანის საქმის მსვლელობას ყურადღებით დააკვირდება. არგუმენტების შეგროვება, რის საფუძველზეც ქართული მხარისგან პოზიციების დათმობას მოითხოვს, არ გაუჭირდება, რადგან მთავარ მტკიცებულებებად საქმეში ოფიციალური სახელმწიფო უწყებების პირველი პირების ჩვენებები და სპეციალურად შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დასკვნა ცდებს. ოცნებას არ ჯერა, რომ საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანას მიმდებარე ეგრეთ წოდებული საზღვრის გადმოწევას გეგმავდა და მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა საპოლიციო პუნქტის ჩადგმით ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია კი არ დაიცვა, არამედ პროვოკაცია მოაწყო და მცოცავი ოკუპაციის გამოც პასუხისმგებელი სწორედ ის, ანუ ისევ ქართული მხარეა.